ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია, რაც სპორტზე ოდესმე მომისმენი. ყბა ჩამომივარდა მართლა. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ მანიაკი ეგეთი რაღაცების, აი ტექნიკური დეტალების და სპორტსმენების ფსიქოლოგიაში გარკვევის. ეს სასწაული რაღაც არის მართლა, ესე ვიდეოებს ხო არ უწყებ არასდროს, მართლა სასწაული რამეებს. მოკლედ, ჩოგბურთელებო და ჩოგბურთში გარკვეულო ხალხო, ვიცით რომ იცით. არ არის საჭირო გამონაურება. ოჩახ, უბრალოდ მეც ჩოგბურთელი ვიყავი, ჩემი მთელი ბავშვობა, თბილისის პირველობაც მაქვს მოგებული. ჩემი პირადი მწვრთნელი იყო ბატონი გურამ თოხაძე, რომელიც იცით ალბათ კიბირის პარკის კორტებს, თოხაძის კორტები ქვია და მაკა ჩახნაშვილის, ლეილა მესხის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მწვრთნელი იყო, ასე რომ მეც ვიცი რაღაცები. ახლა რა ხდება? აი დაიჯერებთ თუ არა, რომ ეს ციკი, ეს ციკი ამ ადამიანს, რომელსაც ქვია ბორის ბეკერი და იცანით ალბათ, დაუჯდა ძალიან ძვირფას თამაშებად. ანუ წააგო ძალიან ბევრი თამაში აი ამ ციკის გამო. და ეხლა მოგცემთ 3 წამს, რომ მიხვდეთ რაშია საქმე. 1 2 3. კაი, ეხლა ვიტყვი. ვინც მიხვდით გამომიწერეთ, ვინც არ მიხვდით ხო ვაფშე გამომიწერეთ. მოკლედ, აგას იყვება ესეთ რაღაცას, რომ რუსები თამაშებოდი ხოლმე, დავაკვირდი ერთი საზიზღრობა რაღაცას. რომ საითკენა ზენას გამოყოფდა ზუსტად ჩაწოდების დროსო იმ ხარეს აწვდიდაო. ანუ როცა აწვდი, 3 ვარიანტი გაქვს. ან უშვებ იქით, ანუ უკიდურეს კუთხეში, ან ტანში, ანუ ბოდიშს ეძახიან და რომ ადამიანს უმიზნებ, ან აქეთ ამ ხარეს, მარჯვნივ. და ზუსტად ეს ციკი ქონდა, რომ ესე აკვირდებოდი და ამას თუ დაინახავ და ან ამას თუ დაინახავ და ან ამას თუ დაინახავ და всё იცოდა საით აწვდიდა და ეხა ეგ კი არ რამე ისეთი კი არ არის, ეხა პენალი კი არ არის, აუღე კაცო, მაგის აღება და გადაგდება და მერე გათამაშების მოგება გინდა, მაგრამ რო იცი სადაწვის დამეთანხმება ბევრი ჩოგბურთელი, ნუ უდიდესი ძალიან მაგარი ფორა. და აი ამ ციკის გამო აგასი სობეხი ამერიკელი აგას სამპრასი ვაიმე რა და 90-იანები რაც ბავშვობაში მაქვს თავში ჩარჩენილი მაგარი თამაშები და ერთი ნაიკის რეკლამა იყო მე მგონი 4 სეზონზე რო თამაშობენ შემოდგომა ზამთარი ზაფხული. ძალიან დიდი ჩოგბურთელი იყო, მაგრამ ბორის ბეკერიც ნუ უდიდესი იყო რა, შეიძლება უფრო დიდიც ვიდრე აგასი. იარა და ალბათ უფრო დიდი. და არ უთხრა სანამ კარიერა არ დაასრულა. სანამ კარიერა არ დაასრულა, არ უთხრა და მე მივიდა და ვიცოდი რომ ეგ ციკი გქონდა. და გაგიჟდა ეს. ბიჭო, მთელი ცხოვრება მეგონაო რომ ჩემაზრებს კითხულობდიო, ძმო, ჭკუიდან ვიყავიო, გადასულიო, რასაკეთებს, როგორ ხვდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი შეგიძლია დაგუგლოთ რა, ბეკერი აგასისთან, ბორის ბეკერ, ანდრე აგასი თანგ ენა ჩაწერეთ და მაგ ეპიზოდებს ამოგიგდებთ და ძალიან ნათელი გახდება, რომ რასაც უკეთებდა რა. აქამდე თუ მომყევით, გამომიწერეთ სხვა საინტერესო ისტორიებისთვის. აბაჰე და აბაჰო. სხვათა შორის მე ისტორიებს ესე არ ვყვები, ზოგადად ჩემს დამოკიდებულებას და ანალიზს ვყვები ხოლმე სხვადასხვა ამბების მიმართ. მაგრამ ეს ისეთი ისტორია იყო, რომ ვერ გაუგზელით სტუმრებს.